გამარჯობათ მეგობრებო, რომლის საინტერესო ამბებში მოვხდით, ესე იგი მოდივარ ვიყავი საუკაროლინაში, მაგრამ 40-იანი გზა არის გადაკეტილი რა, იქ რაღაცა მიწა ჩამოწვა, ერთ ადგილას ჩამოწვა, მერე მეორე ადგილას ჩამოწვა და გავიჭედესავით რა, რო იტყვია. და მივდივარ ასეთი ვიწრო გზებით რა. თავიდან არ მივაქციე ყურადღება. მეთქი რა უნდა იყოს მეთქი, მაგრამ იმდენად ვიწრო და იმდენად მოუხერხებელია. აი ზოგჯერ რომ მეუნებიან ხოლმე მარტო გზა გვაჩვენო და აი გაჩვენებთ როგორ ვიწრო გზებში დავდივარ. ჩემს უკან ახლა მანქანები მოდიან. ესე იგი ჩემს წინ ჩამოწვა მიწა და ჩემს უკან. ისე გამოვიდა რომ მე შუაში მოვხევი რა და რამდენიმე მანქანაა და პოლიციამ გვითხრა რომ ეხლა მოასწარიო, თორემ მე კიდევ აპირებს რომ ამით წვიმა და რაღაცა და ჩამოწვებაო და აი მაგ პროცესში ჩემთვის და ჩვენთვის ალბათ ნახეთ როგორი ლამაზი ადგილებია, უბრალოდ ეხლა ის რომ მწვანე იყოს ხო სასწაული იქნება, მაგრამ ლამაზი იმდენად ლამაზი თავისთავად თვითონ აი ამხელა მანქანა რომ მიყავს ამ ვიწროებებში ძალიან დიდი პროფესიონალური ნამდვილად აი ყურადღება გინდა გამოიჩინო. ეხლა რამდენჯერმე აი ესეთ ვიწრო ადგილში მოვიდი და იქიდან ტრაილერი მოდიოდა და აი ძლივ ერთმანეთის ძლივს გავიტყიეთ და მაშინ დამებადა ის აზრი რომ მოდი აბა შეიძლება კიდევ აი ესეთი აზრი კიდევ მოხდეს ასეთი რაღაცა საინტერესო და ტექნიკურ ძღოლურ ამბავში. აი ნახეთ რა მანქანები მოდიან. ეხლა ეს პატარა მანქანები არა უშავს, მაგრამ აი ტრაილერი. აი ფაქტობრივად სუპუკი მანქანების გზა არის, აქ ტრაილერები არ დადიან. ზოგადად რომ შემოვიდი აკრძალულიც იყო, მაგრამ ვინაიდან ეს ექსტრემალური სიტუაცია უკვე დაუშვეს ტრაილერებს გასვლის უფლება. ეხლა წინ კი, მაგრამ თავარია ჩვენ კუდი არ მივართ, წინდა კი გადიხარ, მაგრამ აი კუდი რომ მივართ, ეს არის აი მომენტია რა. ეცე როგორც მე რა გავაკეთოთ ექსპერიმენტები, ვითომ თქვენ სიხართ ახლა მანქანაზე და თქვენ თვითონ დაკრავთ აი ესეთი როგორ გითხრათ ექსტრემალური არა, მაგრამ ყურადღება გინდა რა, დიდი სიჩქარე დაუნდა იარო, მაგრამ სასიამოვნოც არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ ვიწროა და სულ უკან ვიყურები რომ აი კუდმა არ დაარტყას რა, ეხლა წინ ხო არის, მაგრამ უკანაც აი ესეთი ყურადღების ქვეშა ვარ. ეხლა რუკას შევხედე არც ვიცი, ერთადერთი პრობლემა მაქვს რომ 90 მილიონი გავირო ასეთ ადგილებში და საწვავი მაქვს ძალიან ცოტა დარჩენილი და რა ვიცი ახლა იმედია რაღაცას ტრაილერის საწვავი ისეთი ისაყენებელი არ იქნება, მაგრამ თუ გამიჭირდა მოდაბოს აბსოლუტური მანქანის ჩასასვლელი ის ხო იქნება და იმას ტრაილერს მოხდი და ამ ტრაქტორით მივადგე. ანუ ნახო ჯერჯერობით იმდენი კი მაქვს რომ 100 მილი გავიარო და აი ეხლა ეს ისეთი ადგილებია მეგობრებო, ნამდვილად ტურისტი თუ ხარ სპეციალურად წამოხვიდე და ასე შემთხვევით სპეციალურად ხოხა ჩვენ წამოვა, მაგრამ ესეთი საინტერესო ადგილია თქვათ. ყოველ შემთხვევაში ისეთ ადგილას ვარ, სადაც გარკვეულად 100 კაციდან შეიძლება 1-2 იყოს და ჩვენ ვართ მაგის თანამონაწილე. მე მახსენდება ერთი გასაკეთე კოლორადოში წავიდე, იქაც გზა იყო თოვლი იყო დაგეთით და არ უშვებდნენ და ისეთი გზები წავედით. ეს ტენესის სტატია. საერთოდ ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომელ შტატში იცხოვრებდიო, რომლაი ტენესის სტატი ძალიან მაგრამ მოწონს. უნება ხო თავისთავად ლამაზი და ლამაზია. ზაფხული არ არის ისეთი ცხელი და ზამთარიც ისეთია რა. მას შეწუხდები რა. ეს კარგია, როცა პატარა მანქანი დადიხარ, აი დიდი მანქანით რო დადიხარ. ცოტა დისკომფორტი
უბრალოდ ერთი შეცდომაც არ არის, იმიტომ რომ ყველა გზები გადაკეტილი, სხვა გზა მაშინ ცუცოდი უბრალოდ სხვა გზით წავსულიყავ, მაგრამ სხვა გზით 500-600 მაილი წინ უნდა დავექნა, მაგრამ მე ვარჩიე მაინც აი ესეთი ვიწრო გზებით წავიდე. მე ნახე როგორ არის თან აი ყვითელი ხაზი ხო არის მარჯვნივ არის ჩაწეული. რამდენიმე ძიმე მანქანამ რომ გაიაროს ჩაინგრევა, მაგრამ მოვასწროთ. ალეკია გამოცხადებული. კარგი იქნება სანამ კარგი იქნება აი ამ ალექს დაბრუნებამდე მოვასწროთ რა თქმა უნდა. ნახეთ მანქანა როგორ დახრილია. მეწყერი თუ როგორ ვთქვათ, მიწაა ჩამოწყვილი და ცენტრალური გზები გადაკეტილია. Do not pass. თუ ამას უნდა გავყრე. ეს იგი მასულა წავა. ეს კომპლექტი ესეთი საერთოდ ერთი გონი ამ 40-ზე როგორც ვიცი, ზაფხულში იყო ძალიან დიდი წვიმა და ჩამოანგრია მთელი გზები და სხვა შემოვლითი გზები მიდიან. ეხლა მე შემოვლითი გზით მოვდიოდი და იქაც ჩამოინგრა. ისა ჩამოწვა. რაღაც საინტერესო სიტუაციაში ვდივით. ესკორტებზე სიარულს შევეჩვიეთ, არა მე პატივის თემაში დავდივართ ეს ასაკეთებს. აი ზაფხულში ლამაზი იქნებესო გამწვანებულია და ეხლა ზამთრის პირობებში მოწრები ჩამოწვენილია. ეს გამექცა ეს ესკორტის მაგაც და ჩქარა წამოდიოთ მომდევნო. გავთავავდები რომ იქიდან მანქანა არ შეხვდება და გამუჯერები ის ესკორტს. ეხლა ვისაც დიდი ტრაილერი არ უტარებია, აქტიურად რო დაждები ტრაილერზე აი შექმნება რა ზემოდან უყურებ ყველაფერს და აი ესეთ ვიწრო გზაზე უცოდ გამახსენდა ის შექმნება. ეხლა მე რა თქმა უნდა შერჩეული ვარ უკვე ამას. მაგრამ აი ეს პირველი შექმნება ტრაილერზე რო დაждები აი ეს გამახსენდა ზემოდან უყურებ ყველაფერს და თქვა ვიწრო გზის ფონზე რაღაცნაირად ჩემი შექმნება აღიც რა აი ამზად ისე წამოვიდა აი ახეთ აი აი დავაის რა მანქანას არ უშვებია, რომ ნოთ ფას გავიდე სიტუაციაში, ნო. აი ესე ვიგრიგობით ვიდიან მანქანები, ახლა თუ იქნება ტრაილერები. როგორც მე წავიდით ეს ყველა უნდა მოახსოვოს დღეს გასვლა, ყველა დაიკეტება გზა და
National Forest. Tennessee National Forest. That's more this one. Nothing much to get into the This is Nishani or Albert. Nothing. It's not a funny cow to shut up the nation travel to the sanitary. I said, Chaver, that's it. You start in my car. We are the Suez and Motiva. Charlie is less ზოგჯერ იციან ხოლმე აი ძღოლება მე ასე დავდივარ იმას დავდაი ანდრე გახსოვთ თოვში რომ ვიდეოზე და ერთმა გამომიგზავნა აბა რუსეთშია შენოსულ გააჩერებო მანქანასო და ეხლაც ალბათ ისეთები გამოხდებიან ვიცით მე რომ აი ჩვენთან ასე ვაკეთებთ მე არავის არ ვეჭირებ მე ვაჩვენ იმას რაც არის ისე რა საინტერესოა ხოლმე ადამიანი რომ რაღაცას უყვებიან რაღაცა და ისო თავის თავს გიფრენ და აი ჩვენ იმეშიც ასეა გაგებით არ ვიცახი რა თქმა უნდა ჩვენთან გემა აი ის რომ უნდა თხოვე რა რომ შენ ვინ ახარ აი მე უფრო მაგარი ვარ რომ აი ეს იგზნობა ამ იმაში თორე აი ეთქობა იმასაც უნდა გამოხატვა თავისი ზომიერება რომ ზოგჯერ შეიძლება თქვა აი მეც ჩემთანაც ასე რაღაც აი ჩვენთან ასია შენ ვინ ახარ და ზედ რომ აპოლებენ იმას ესეც ხელოვნებაა ხო აი მასაც გააჩნია რა სპარტაშორის ერთი კითხვა იყო ანდრე ერთი თვისი და ამომცა მე YouTube-მა და ცხოვრებაში და მე ჩამოთვალე ხო რაღაც გამოსtildeო რაღაცა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რომ დიალოგის როგორ ვთქვათ ლაპარაკის უნარი რა ადრე თუ რაღაცაზე ბრაზდებოდი და რაღაც ემოციურად გამოხატავდი ახლა მართალი ხარ თუ არა მართალი ამ კომენტარებში და ამ საუბრებში რაღაცნაირად ნოქრო ცოტა დავიხედე თუმცა მომენტებში მაინც ზოგჯერ ისე რაღაცას გეტყვიან არ უნდა გაბრალ რაც არ უნდა გითხრას შენ უნდა უპასუხო ლოგიკურად წყნარად და შვიდად და ალბათ როცა შენი არხი გაქვს, შენი საშუალება გაქვს საზოგადოებას ელაპარაკო, ყველაფერთვის ადამიანს არ უნდა იგისმოს. თუ ისაც აი ამას გასასწრები ადგილი გაჩნდა და ნახეთ მე გამახსოვს, რომ მასალები ისეთი დაგდიან ჩემს სიოფისე შეიძლება და რას ვამბობ ესე იგი YouTube და აი ესეთი არხები ერთ-ერთი საშუალება რომ შენ რო რაღაცას ამბობ შენ ას ვიღაცას არ მოიცოდება ზოგიერთი ეხოსდება ზოგი რაღაცა გამოხატავს თავის ცნობას ემოციებს და ალბათ ადამიანი რომელიც აწარმოებს თავისი არხი აქვს და თავის აზრებს არ ზად უნდა იყოს. აი ზად ყოფნა ყოველ შემთხვევაში გამეხმარა, იმიტომ რომ რაც უფრო გადის, უფრო მიხვეწები, იმიტომ რაც არ უნდა ცუდი კომენტარი და ცუდი შეფასება იყოს, ის ზათა ვარ ჩემი უბრალოდ განათლებით უპასუხო ყოველ შემთხვევაში ემოციის კონტროლის
საშუალებას აძლევს ეს და ალბათ მე როგორც ეხა სპორტსმენი რო ვარჯიშობს, მათაც იგივეა, რაღაცას გადაიღე მე კომენტარი მოგულა მე მესამე სპორტა განმავლობაში ალბათ ადამიანი იხვეწება და ეს ზოგადად კომენტარებში და YouTube-ში ეს თავისებურად პროგრესი იწვევ, ამიტომ ვიქრობ პასუხი რა იმაზე რომ რამაც არხმა ესეც არის ციტყვით მოკლედ რო ვთქვა twin word შეგიჭამოთ ემოციების კონტროლის უფრო მეტი დახვეწილობა მოცა ჩემო აღმართებზე ავედით, ეხლა აღმართებზე დავიშვებით. თქვენ გახსოვთ ხოლმე ადრეს რომ გიხარით აღმართებზე მაქსიმალურად უნდა შეეცადო რომ ხუჭერტები არ დააბუჯო, engine brake-ი, ანუ ზრავის საშუალებით უნდა აღმოთქო, მეტად როცა ძალიან დატვირთული ხარ და იმის მაგას მაგეთებ. და არ ვიცი რომ ექსამენო მიგვაწინა ეხლა გათხოვა ნახადა. თოვლი არ არის, გონდობუროს მაინც. და ლოგიკაში უნდა მოვასწროთ. რამდენებას უნდა მოვასწროთ რომელი საათი. ის საათი უფრო პატარა. ეს საათი უფრო პატარა.
ლინი ვეშვები და იქაში ეს ცისთა აუბრა დამთავრებული ასეთი ვიწრო გზა მახსოვს აი სოფუმელები ვინც არიან აი წებედისკენ და იქიდან ლატასკენ რომ მიდიხარ სვანეთში აი იქ ხომ ასეთი გასავლება ავტობუსი ჩეკი ბავშვები ხარობდა აი პატარა მონაკვეთი იყო რა მართლიკდე მარჯვ გადასავალი აი გამახსენდა ჩემი ბავშვობა აი სოფუმელები სოფუმში ეცოდინება წებელ მაჭარდა და ერხეული და რომ მიდიხარ იქიდან წებედისკენ ზა გამახსენდა აი ბავშვობა რა არის არა მონი გავედით ახლა ჯერ არ ვიცი მოდი ახლა დავთიშავ და ცოტა ხანში ისევ ჩავთავდა გეტყვით სად მოვხდით აი ესე გამოვედით აქ უკვე აი მთები რო არ არის ახლა ვიწრო გზა კი არის მაგრამ მთებს შორის რო დადიხარ უფრო იძაბები და ასეთ ადგილას რაღაცნაირად არ იძაბები რა აი თქვენში პრობლემებია აი სიფცის შეგზნება გარეთ და რა შეგვიჭრების ზომა არა აი ესე ახლა მოვდივარ და ერთი სახლი მე 2 მაისში მეორე სახლი და საინტერესო არა თვითონ ეს ხალხი ეს არის სადაჩი ადგილებია ესე იგი საუბრობთ დიდი დასახლება უნდა იყოს სახლებს ანუ ძველი სახლებია ძველი ეთქვა რომ აიც ადრე რო ისტორია გასავლელი ეს რელიეფი ეს მიტოვებული სახელი ჩვენ ხშირად ვინახავს ხო აი თქვა თუ არიზონაში და მეხიკოში აი ამერიკა ამით არის კარგი რომ შემოსავალი არ ქონოდა მე ეს ამერიკა რაღაც ასეთი მიგდებული სახლი იყო და დასახლებული არ ვიცი როგორი ცხოვრობს ეს ადამიანი მაგრამ ამბებ ადამიანს ხედავ რომ ესეთ სახლებში ცხოვრობს შემოსავალი როცა ისევ თათა სისტემაში შევდივარ. რაც კარგია, გზა მართლა კარგია. ვიწრო კი არის, მაგრამ ახლა ეს გზა არ იყო ტრაილერების გათვლილი. გამოვედი. როგორ გამიხარდა? სხვათაშორის ახლა ერთი 95 მილი ვიარი ამ იმებში და ცოტა დავიღალე იცი. ეხლა უკვე ადვილია, მაინც ამხელა მანქანით რომ მიდიხარ. იგლება კაცი. იგლება რა, ფიზიკა უბრალოდ ყურადღებით რო ხარ, მაინც დამენებას გაზრდებს. კარგით მეგობრებო, უკვე ეს გზა ფართოა, ეს უკვე ტრაილერების რო იტყვიან ჯორჯი ამოვისუნთქებს ვიწრო ქუჩებში სიარულს, გზებში სიარულს. ასეთი გზა ლეპოტა რო იწვია. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, აი ესეთ ერთ-ერთი მომენტი გაჩვენეთ
მეთვალყურებიდან. ჩვენ უნდა გამოვედით იმ მთელი სისტემას გამოვეცალეთ. ალბათ გაარემონტებთ. აუც ეს უკვე ადგილობრივი მთავრობა გადაწყვეტს. კარგად აბა მეგობრებო, მოგვარ საინტერესო ვიდეოებამდე.